ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. დღეს ქეთევან ჯანხოთელი შემოგვიერთა ძალიან საინტერესო თემით. ჩვენ სამკურნალო მცენარეებზე ვისაუბრებთ და რაც შეეხება ხალხურ მედიცინას, ათასწლეულების მიღმა იღებს საფუძველს ეგვიპტე, ჩინეთი, ტიბეტი, ინდოეთი, ან სამკურნალო მცენარეები ფართოდ იყო გავრცელებული და ჰიპოკრატეს თავის ნაშრომებში 200-ზე მეტი სამკურნალო მცენარე აქვს მოხსენიებული. უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, ქეთი ისაუბრებს. ქეთი, სალამი, მადლობა, რომ ამ საინტერესო თემით შემოგვერთით და რაც ისტორიით ხომ არ დავიწყოთ, სადან იღებს საფუძველს. როგორც კი ბატონო, თქვენ როგორ ჩათვლით საჭიროდ? მოგესალმებით. ძალიან განსაკუთრებული საინტერესო თემა არის. დღევანდელი ჩვენი თემა და მართლაც დიდი ისტორია აქვს ამ სამკურნალო მცენარეებს და ის იწყება იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი ფაქტიურად ქვისხანის პერიოდიდან მოდის და პირველი რაღაცა პატარა ნიშნები იმისა, რომ ადამიანი სარგებლობდა მცენარეებით, უკვე გვხდება ამ არტეფაქტებში. ზოგადად სამკურნალო მცენარეების განსაზღვრება შეგვიძლია ესე ჩამოვაყალიბოთ, რომ ეს არის მცენარეთა დიდი ჯგუფი, რომელიც სამკურნალოთან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება, როგორც მედიცინაში, ასევე ვეტერინარიაში. აი ეს ისტორია გარდა იმისა, საქართველოსაც შევეხებით და რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვხდება ამაზე ინფორმაციები. პირველი ესეთი ძალიან დიდი მასალა, რა თქმა უნდა, ეგვიპტეშია, იქ ოდითგანვე ცნობილი ყოფილა ძალიან ბევრი სამკურნალო მცენარე 3000 წლის წინ. დიახ, მეტიც ვარ ვწდები და ძალიან დიდი რაოდენობით იყო ეს მცენარეები, ცნობილი, გამოკვლეული და აქტიურად იყენებდნენ, მათ ჰქონდათ ესე იგი მუმიფიცირებისთვის საჭირო ესე იგი დიდი ცოდნა და იქ ფართოდ გამოიყენებოდა მცენარეები. ასევე ჩინეთსა და ტიბეტში, როგორც თქვენ ახსენეთ და იქ ჟენშენის ფესვი იყო ძალიან სახელგანთქმული და ფართოდ გამოყენებული და მთელს მსოფლიოს იქიდან ესე იგი მიეწოდებოდა ეს ნედლეულის სახით. ინდოეთი ასევე ინდოეთში ეთერზეთები, სხვადასხვა მალამოებით იყვნენ ისინი ცნობილები და ესე იგი ამასაც როგორც ცხოველური, მაგრამ ესეთი მცენარეული მასალებითაც ამზადებდნენ. საბერძნეთში ჰიპოკრატე ახსენეთ და მართლაც მას თავის ნაშრომში აქვს 200-ზე მეტი მცენარე მოხსენიებული და ესე იგი ასევე ეს იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში, მაგრამ საბერძნეთში ასევე ახალი წელთაღრიცხვის ესე იგი ბერძენი ექიმის დიოსკორეს კლასიკურ ნაშრომს ხვდებით, ეს არის სამკურნალო საშუალებათა შესახებ მთელი წიგნი და ესე იგი იქ არის მოხსენიებული ძალიან ბევრი მცენარე თავისი რეცეპტურით და ესეთი გამოყენების მიმართულებების მიხედვით. კარგი ესეთი მსუყე მასალა არის ბაბილონის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული და იქ როგორც ვიცით არის აღმოჩენილი ასე შეერქვა ესე იგი საბოლოოდ პირველი ბიბლიოთეკა რომელიც დაწერილი იყო და შექმნილი იყო მაშინ როდესაც ქაღალდი არ არსებობდა და ეს ბიბლიოთეკა რეალურად არის 20,000 თიხის ფილისაგან შედგენილი ესეთი ფურცლები ბწყალებში რომელზეც დატანილი იყო სხვადასხვა ესე იგი რეცეპტები და რა თქმა უნდა ბევრი მათგანი მცენარეულ საშუალებებსაც მოითხოვს და რა თქმა უნდა ჩვენთვის საამაყო საქართველოს შევეხოთ ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ნინო ის ფაქტი რომ საქართველოში ჩვენ ხვდებით ესე იგი ისეთ მოვლენას როგორიც არის პირველი სამკურნალო მცენარეების ბაღი და მანამდე ამას პრეცედენტი არ ქონია რომ ასე ერთ ლოკაციაზე ადამიანს გაეშენებინა, ორგანიზება გაეკეთებინა იმისათვის რომ ეს მცენარეები მის ტერიტორიაზე, ასე კერძო ტერიტორიაზე გაეშენებინა და იქიდან ესარგებლა მათი საშუალებით. მანამდე ხდებოდა ტყეში ველად და სხვაგან ასე სხვა ღია სივრცეში მათი შეგროვება და მოპოვება. და ეს არის მედიას ბაღი, მედიას ბაღად წოდებული და ამ ესე იგი ცნობას ჩვენ ვხვდებით აპოლონ როდოსელის არგონავტიკაში, რომლის მიხედვითაც ოქროს საწმისის ფლობელი ქვეყნის კოლხეთის მეფის აიეტის ამ შემთხვევაში უმცროსი ასული მედია იყო ჰეკათეს
ტაძრის ქურუმი ქალი. ის ფლობდა ესე იგი დიდ ინფორმაციას მცენარეთა ესე იგი თვისებების შესახებ და თავად ქონდა ბაღი აქ გაშენებული და მე მინდა ამოგიკითხოთ ერთი პატარა ადგილი სად ხვდებით ამ ყველაფერს. ნახეთ, ეს არის ოქროს საწმისიდან ის თავი როდესაც მედია იტაცებს ოქროს საწმის და თავისი მამის სასახლიდან გაქცეული მიეშურება იაზონისკენ და ნახეთ მალე ქალაქგარეთ ფეხშიშველი მიდის ის რომ არ მიიქციოს ყურადღება და ნახეთ მალე ქალაქგარეთ აღმოჩნდა და მაშინვე ერთ ვიწრო ბილიქს დაადგა ჯადოქარმა რომელიც აქ ხშირად დაიარებოდა სამკურნალო ბალახების მოსაპოვებლად ყველა გზა საკუთარი ხუთი თითივით იცოდა და შემდეგ გრძელდება თხრობა. ეს არის ერთი ძალიან პატარა ფრაგმენტი, სხვაც უამრავია და ესე იგი ასე აღმოჩნდით ჩვენი აი ამ თემით ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის უდიდეს ნაწარმოებში. ნახეთ, ესე იგი დღესდღეობით ამ ბაღის ის რომ ეს ბაღი რეალობას წარმოადგენს და ამ ბაღის ესე იგი ხილვა შესაძლებელია და მითოლოგიას არ განეკუთვნება და არ არის მითი, შეგვიძლია ვნახოთ ამ ბაღის ნაშთები, ეს არის ფოთის მახლობლად ანტიკურ ქალაქ ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სადაც ნამდვილად არის მისი ნაშთები შემორჩენილი და ესე იგი როგორც გითხარით შეგვიძლია ეს ვიხილოთ ყველაფერი იქ. გარდა აი ამ ინფორმაციებისა საქართველოს ტერიტორიაზე მინდა კიდევ გავაგრძელო ამ თემის თხრობა წერილობითი უფრო ოფიციალური და წერილობითი ესე იგი ცნობებიც გვხვდება და აი საქართველოში მცენარეული საშუალებების გამოყენების შესახებ ცნობებს ხვდებით ასევე სამედიცინო წერილობით წყაროებში. და ესენი არის მე-11 საუკუნეში ქანანელის უსწორო კარაბადინი, მე-13 საუკუნეში ხოჯაყოფილის წიგნის სააქიმოი, მე-15 საუკუნეში ზაზაფანაშკერტელ ციციშვილის სამკურნალო წიგნი კარაბადინი, ასევე იადი გარდაუდი, იოანე და თეიმურეს ბატონიშვილების და სხვათა სამედიცინო ხელნაწერები. მაგრამ ეს ყველაფერი იმ პერიოდში მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომ ნამდვილად მცენარე კონკრეტული სახით გადამუშავებული მცენარის სხვადასხვა ნაწილი კონკრეტული სახით მიღებული ადამიანზე გარკვეულ დადებით, ესე იგი და საკმაოდ ისეთ კარგ ზეგავლენას ახდენდა, მაგრამ არ იყო გამოკვლეული თუ რატომ ხდებოდა ეს. აი ამ ცნობებს და აი ამ ესე იგი მიღწევას უკვე ადგილი აქვს, აი ამ ცნობის მიღებას ადგილი აქვს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში განვითარდა ორგანული ქიმიის შესწავლა, ბევრი ელემენტი აღმოაჩინეს და ესეთი ფართოდ ესე იგი მოიცვეს მთელი წინანდელი სხვადასხვა ცნობების გაშიფრვა და ესე იგი გაანალიზება და რა თქმა უნდა აი ამ არსებულ მცენარეების შესახებ თავიდან დაიწყეს აი სისტემურად მიუდგნენ და თავიდან გამოიკვლეს ეს ყველაფერი და აღმოაჩინეს რომ მცენარეები შეიცავენ ისეთ ქიმიურ ნაერთებს როგორიცაა ალკალოიდები, გლიკოზიდები, კუმარინები, ორგანული მჟავები, მთრიმლავი და პექტინური ნივთიერებები და სხვა მრავალი. შესაბამისად უკვე ეს ინფორმაცია რომელიც მანამდე ესეთი ემპირიული დაკვირვების შედეგად ქონდა ადამიანს მოპოვებული, ანუ მისი სიცოცხლის მანძილზე და აკვირდებოდა და რეალურ შედეგებს ხედავდა მისი გამოყენებით, აქ უკვე მოხდა გაანალიზება და ესე ინფორმაციის დადება, ოფიციალური ინფორმაციის დადება თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აი ამ როგორი მეთოდითაც არ უნდა იყოს ის გამოკვლეული და მოხმარებული, დაგროვდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამ მცენარეების მთლიანი ნაწილი კი არა, სხვადასხვა ესე იგი ორგანოები იყო აქტიური. აი მაგალითად ერთი ესე იგი მცენარის შემთხვევაში სხვადასხვა ნაწილებია აქტიური, ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი და ასე შემდეგ. და აი ოდითგანვე დავშოთ თუ არის მცენარეების ნუსხა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამკურნალო მედიცინაში და დღესაც ხალხურ მედიცინაში უпростоრედ დღესაც ხო ხალხური მედიცინას იყენებენ ადამიანები და არაერთი ძალიან ისეთი
კარგი შედეგია, კი ბატონო, და არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მისდევენ ხალხურ მედიცინას, ხო, და გამოიყენებენ დავუშვათ ამ სახის მედიკამენტებს, მოდი აი ესე დავარქვათ. ძალიან კარგი კითხვა, ნინო. არა მარტო არსებობს, ასე ვთქვათ, ტოპ მცენარეების ჩამონათვალი, არამედ არსებობს მთელი კატალოგები და მათი დამზადების, ესე იგი, წესები და მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ესე იგი ხელთ მაქვს აქვს სამკურნალო მცენარეების ნედლეულის ევროსტანდარტი. აქ არის ეს არის ჩემი ლექტორის ალბათონი მეგი გაჭარავას დამუშავებული ესე იგი წიგნი, სადაც განხილულია, ნახეთ რა საინტერესოდ არის ესე იგი განხილული, მოდი აჩვენოთ მაყურებელს, მსმენელს, ჩამოთვლილი და ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ესე იგი მათი მოპოვება. კონკრეტული მცენარე არის ესე იგი მოცემული და ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ამ შემთხვევაში ვნახოთ რომ აი სხვადასხვა ორგანოები, რა შეიძლება რა ორგანოები იყოს, რაც თქვით მათ გარდა. ეს არის მაგალითად ერთ შემთხვევაში, აი ზაფრანას შემთხვევაში ეს არის ბუტკოს დინგი. холод დინგი. ამიტომ არის ეს მცენარე ესეთი ძვირადღირებული ნედლეული, ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად არის მიჩნეული, რადგანაც აი ეს წონით ხდება, ხო, მათი გარგარიშება და ფართოდ არის გამოყენებული როგორც კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში და სხვადასხვა მიმართულებით და აი ძალიან წვრილი ნაწილაკია მისი სასარგებლო და ამიტომ ესე იგი დიდი რაოდენობით ჭირდებათ მისი მოყვანა. არის ასევე მაგალითად გოგრის თესლი, რომლის გარჩეული თესლი არის სამკურნალო თვისებების. აი კურკუმას, იგივე კოჭას შემთხვევაში ეს არის 15 მმ-ის სიგანის ცილინდრული გვერდითი ფესვები. არის ასევე დროზერას ბალახი, რომლის ფოთოლიც გამოიყენება. ანუ მცენარის სხვადასხვა ნაწილები და რა თქმა უნდა ეს მოიცავს დიდ ესე იგი ჩამონათვალს, რაც თქვენ გაინტერესებდათ და აი შეგეძლოთ თქვენც გაეცნოთ, გადაათვალიეროთ და აი მაგალითად მანდ განხილულ მცენარეებში ბევრი თქვენთვის ნაცნობი შეიძლება შეგხვდეთ და რა თქმა უნდა მათი განხილვა შეგვიძლია. აი მაგალითად მე ერთ დაგისახელებთ, ეს არის ქინაქინის ხე, ყველასთვის ნაცნობი, რომელიც არა მარტო მედიცინაში, არამედ ლიტერატურაშიც გვხვდება აი თავისი სამკურნალო თვისებების გამო და გახსოვთ ალბათ ჩვენ იაკობ გოგებაშვილზე როდესაც ვისაუბრეთ, იქ ქინაქინის ხე ქონდა მოხსენიებული და მისი სამკურნალო თვისებები როგორ გადაარჩენს ის ესე იგი ბავშვი ესე იგი მალარიისგან ძალიან დიდი, აი მაგალითად ნიახურის თესლი, ხო? ვიცით ახლა მე აღწერას აღარ დავიწყებ, ანუ თქვენ უფრო საინტერესოდ ისაუბრებთ. აი ნარინჯის კანი, აი ეს ნარინჯის კანი არ ვიცი. ფორთოხალი ოფიციალურად ფორთოხალი, კი ბატონო. რეჰანი არის შვრიის ბალახი, კი ბატონო. შვრიის ბალახით, აი ყველა მანდ მოხსენებული მცენარე გარკვეული, ეს არის უკვე ის ზუსტი ნედლეული, ზუსტად ის ნაწილი მცენარის, რაც გამოიყენება და შემდეგ უკვე სხვადასხვა ძალიან ბევრი მიმართულებით არის მათი გამოყენება შესაძლებელი. და აი მაგალითად კარგ თემას მივადექით, ნინო, ეს არის აი რა სახით ხდებოდა მათი გამოყენება და საქართველოში, მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ საყვარელ საქართველოში აი ასეთი დიდი ესე იგი გამოყენება ქონდა ამ ყველაფერს და დიდი ცოდნა დაგროვდა. და აი მაგალითად ესეთი მიმართულებები იყო. გამოიყენებოდა ნახარში, ნაყენი, აბაზანა, შებოლება. მაგალითად გვირილას აბაზანა, ხო? თუ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ხო გვირილას გამოიყენებს ფართო გამოყენებაში. გვირილას შემთხვევაში ორთქლიც სასარგებლოა. ჩაი, წვენი, სავლები, საფენი, კომპრესი, ჭრილობების დასამუშავებელი და მასში ჩასატოვებელი შეხორცებას, ანუ კანი მოყავს, ხორცი მოყავს, ასე არის განხილული წიგში, მალამოების სახით, ასევე სხვადასხვა მალამოების სახით. ესე იგი, აი ამ მთელი აი ეს სპექტრი უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი მეთოდის ცადეს და ეს მეთოდები უკვე დადებულია და მოცემულია. და აი ამ
მთელ აი ამ მეთოდებს იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების დროს და ესენი სხვადასხვა დაავადებების და სიმპტომების დროს. ესენი შეიძლება ყოფილიყო როგორც შინაგანი ორგანოებისთვის სამკურნალო, ასევე გარეგანი გამოყენების, აი კანის შემთხვევაში, ჭრილობების შემთხვევაში როგორც დახურული, ასევე ღია ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ და საკმაოდ რთული იყო მათი მორჩენა, ახლაც ასეთი სერიოზული საკითხია, ხო ეს? და მათ ჰქონდათ ესეთი გამოცდილება, რომ თავის ქალის ტრეპანაციის ამსახველი მასალაც კი გვაქვს ჩვენ მუზეუმში, სადაც აი მკურნალობას დაექვემდებარა. ხამსაწინააღმდეგო, რა თქმა უნდა. აი მედია ვახსენეთ ჩვენ და მედია რითი იყო სახელგანთქმული, რომ მას ჰქონდა როგორც სამკურნალო საშუალებების მიღების ცნობა, ასევე მანამდე უპრეცედენტო შხამის მიღება შეეძლო ხელოვნურად. მანამდე შეიძლება გველი იყო რაღაცა და მორიელი შხამი არსებობდა და იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ მას შეეძლო მცენარისგან ამის მიღება და რა თქმა უნდა ეს დოზირების საკითხია. მცირე დოზით წამალი არის წამალი და დიდი დოზით ეს არის საწამლავი და აი ეს კონცეფცია დევს აი ამაში არის ჩადებული. ასევე ნერვული სისტემის სამკურნალოდ გამოიყენებდნენ. მაგრამ აი როგორც გითხარით, აი იმ პერიოდში, როდესაც ესეთი ძალიან ზედაპირული, უბრალოდ ხედავდნენ რომ ეს მცენარეები რაღაცა პრობლემას უგვარებდა და შველოდა, აი ძალიან ისეთი იყო, გამართლების საკითხი იყო ალბათ რაღაც პერიოდის მანძილზე და ადამიანი სანამ ვერ ხვდებოდა რა შემადგენლობის და რის გამო მკურნალობდა ეს მცენარე, ან ვერ ძლევდა ამ პრობლემას, მოიშველიებდნენ მაგიურ რიტუალებსაც ატარებდნენ, მოიშველიებდნენ სხვადასხვა შელოცვებს და ასე შემდეგ. მე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო რამ მინდა გაჩვენოთ, მოგიყვეთ რა რის შესახებაც მე აი ამ ტიგნიდან გავიგე და ეს არის აი საფენი და კომპრესი ვახსენეთ და აი ამ არაჩვეულებრივ წიგნში მოყვანილია საფენისა და კომპრესის სახით ისეთი უცნაური რამ, როგორიც არის ყლაპი. ჩვენთვის ძალიან ცნობილი ტკბილეული, რომელიც გამოიყენება რაღაცა დამზადებულია ხილისგან. ნახეთ, ყელის ტკივილის უმეტესად ნუშისებრი ჯირკვლების ანთების დროს, ეგრეთ წოდებული ყელის ამოწევას, ყელის ამოზევა. ჟავეთ ყლაპი, ჟავეთ ყლაპი, ესე იგი ტყემლისგან მიღებულ ყლაპს, ესე იგი დაიდებდნენ ასე კომპრესის სახით ან საფენზე და ქაღალდ შემოახვდნენ და რაღაცა პერიოდის მანძილზე იტოვებდნენ და ის რაღაც თავის ქიმიური ბიოაქტიური ნივთიერებებით ესე იგი არჩენდა ამ პრობლემას. ძალიან ბევრი მცენარე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს შველის და აი ჩვენ შემთხვევაში ბევრი წიგნი როგორც გითხარით, რაც დავასახელეთ, ისიც არის და ახალიც გამოდის, რა თქმა უნდა, უამრავია და ძალიან ძვირფასი მასალაა ეს ყველაფერი. შეიძლება შევხვდეთ ჩვენ წიგნებში ჯერ დაავადებებს, პრობლემატიკას და შემდეგ მათ სამკურნალო ამ მცენარეულ საშუალებებს ან პირიქით არის ხოლმე მცენარე არის დასახელებული, მისი რა ფორმა, რა ნაწილი არის გამოსადეგი და შემდეგ არის უკვე აი რა და რა საშუალებები, რა და რა ესე იგი პრობლემას შეიძლება ამ მცენარემ უშველოს და მოკლედ ძალიან ბევრი კუთხით არის დამუშავებული ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო მასალები შეიძლება ვნახოთ ასევე აი ამ წიგნში სადაც კოსმეტიკურ საშუალებებსაც არის გადატანილი ჩვენი ყურადღება და ასევე შეგვიძლია დავასახელოთ გვირილა, როგორც თქვენ თქვით, საცხვის შემთხვევაში კანის დამამშვიდებელი საშუალებაა და აი ის ესე კარგად მოქმედებს და რა თქმა უნდა გამოიყენება მისი აი ეს ყვავილის მტვერი და ყვავილისგან გაკეთებული გვირილას ჩაი. ნაყენი. გვირილას შაი, კი ბატონო, დამამშვიდებლად. სასარგებლოც არის დამამშვიდებელი და დიახ და კოსმეტიკაში გამოიყენება ძალიან ხშირად. სხვადასხვა გითხრათ გემრიელიც. გემრიელიც არის, რა თქმა უნდა. და აი ასე. მე მგონი ძირითადი საკითხები ამოვწურეთ, ვისაუბრეთ და ის არის, რომ დღემდე ხო, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ხალხურ მედიცინაზე, სამკურნალო მცენარეებზე, დასაწყისში როგორც აღნიშნეთ და თქვენ ისტორიაზე ისაუბრეთ,
ასეული წლების წინ ჩაეყარა საფუძველი და ნუ მაინც ალბათ ითვლება ეგვიპტე, ხო? პირველი, ნუ ერთ-ერთი ეგვიპტე, ტიბეტი, ჩინეთი, ინდოეთი და დღესაც ფართო გამოყენებაშია მთელ მსოფლიოში. და ნუ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, განმეორდები, რომ მხოლოდ ხალხურ მედიცინას მისდევს. ასე რომ ალბათ თუ დაუშვათ რაღაცა პრობლემას არ მოაგვარებს, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არავნებს ადამიანს. აი მაგალითად მაგის შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, აი პერუს მაგალითი ქინაქინის ხერო ვახსენეთ, პატარა ისტორიას გავიხსენეთ. აი ეს არის 1638 წელს გრაფინია ცინხონას განკურნება მოხდა მალარიისგან. მალარიის შემთხვევები ჩვენ საქართველოშიც გვქონდა და ესე იგი ბევრი სამკურნალო საშუალებები არის ჩვენთანაც მოხსენიებული, მაგრამ კონკრეტულად ამ ქინაქინის ხეზე ესე იგი ამ გრაფინიას პატივსაცემად შემდეგ დაერქვა მას ესე იგი ხინხონა, ანუ ხინა და შემდეგ ქინაქინად ესე იგი წარმოითქმება. პერუს მთავრობა დიდ შემოსავალს იღებდა, პერუში იზრდებოდა ეს ხე და გამოიყენებოდა მისი ესე იგი მერქანი და ქერქის ქიმიური შედგენილობა აი უკვე კურნავდა ამ დაავადებას 100%-ით და შესაბამისად ყველა იქიდან მოიპოვებდა ამას და ისინი ძალიან ესე იგი მოძლიერდნენ და დიდ შემოსავალს ღებულობდნენ ამ მცენარის ექსპორტით და შემდეგ უკვე აი ქიმიის განვითარებასთან ერთად რა თქმა უნდა მოხდა აი ამ მცენარის შესწავლა შემდეგ სინთეზურად ცალკე მიღება მისი შემადგენელი აი ამ მოქმედი ნივთიერების და ცალკე უკვე პრეპარატად ჩამოყალიბება. ასევე იყო აი ამ ტირიფის შემთხვევაში სალიცილინი, სალიქს ქვია ტირიფს ლათინურად თავის ნომენკლატურული სახელი და მისი მოქმედი ნივთიერება არის სალიცილი, შემდეგ სალიცილის მჟავა ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი პრეპარატია. ის ესე იგი ხელს უწყობდა სისხლის დაწევას, ოფლის მოდენას და ესე იგი ციებ-ცხელებისას იყო ძალიან ისეთი უებარი საშუალება. სალიცილის დამზადებაც შემდეგ რა თქმა უნდა ქიმიკოსებმა იაქტიურეს, ამისგანაც შექმნეს რაღაცა სინთეზური პრეპარატი და მოკლედ მცენარეებისგან მიღებული ცოდნით უკვე იმ პრეპარატებზე, იმ ნივთიერებებზე გავიდნენ, რომელიც ადამიანს უკვე რეალობაში ეხმარება და ნახეთ, აი მცენარეების შემთხვევაში ესეც ვთქვათ, რომ მცენარეების შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ მათზე, როგორც აი ამ სამკურნალო თვისებებზე, ამას ქვია ფიტოთერაპია, ის შედარებით უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ესე იგი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჭირდება ადამიანს, 2-3 კვირის მანძილზე ჭირდება ამ საშუალებებით მკურნალობა რომ სრულად განიკურნოს და მათგან მიღებული ამ ცოდნის შედეგად უკვე მიღებული პრეპარატებით მკურნალობა უკვე ფარმაკოლოგიის სფეროა და ის ფარმაკოლოგია რა თქმა უნდა აი ამ მცენარეებიდან მიღებულ ინფორმაციას უმადლის თავის ასე ფართო განვითარებას. მე მაგალითად პირადად გვირილას მომხმარებელი ვარ. ცაცხვით ძალიან კარგია გიშჩევთ. ახლა ცაცხვსაც ეხლა ნახეთ, აი ახლა იწყებს ცაცხვი ყვავილობას, ახლა არის აი ის აქტიური პერიოდი, როდესაც ის უნდა შევაგროვოთ და რჩევის სახით თქვენს და ჩვენს მსმენელსაც ვურჩევ, რომ მათი შეგროვება უნდა მოხდეს ისეთ ადგილზე, სადაც მანქანის გამონაბოლქვები არ არის, რომ მცენარე ვიცით, რომ ისრუტავს აი გარემოდან ყველანაირ ნივთიერებას და თავისუფალი რომ იყოს ის აი ამ მავნე რადიკალებისგან და რაღაცა შეიძლება გარეთ შევაგროვოთ ის და მოვიმარაგოთ ზამთრის პერიოდისთვის. ესეთი ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის და ვინც აეხა შემოგვიერთა, გეტყვით რომ ჩვენი საუბრის თემა იყო სამკურნალო მცენარეები გადახვევის რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რადიომედის Facebook გვერდზე, რადიომედის TV-მედის YouTube არხებზე გადაცემა, ასე რომ რაც შეეხება ხალხურ მედიცინას 1000 წლეულების წინ ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ის ძალიან აქტუალურია. მადლობა კეთი და მომავალში დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან საინტერესო თემით დაგვიბრუნდებით. ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები, მე თქვენთან ვრჩები და სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით.